რა ახალი შეთქმულების სცენარს ავითარებს ოცნება ეგრეთ წოდებული ჰექსოგენის საქმეზე. ქართული ოცნების ლიდერები ახლა პროპაგანდის საშუალებით ამტკიცებენ, რომ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინიდან არა რუსეთში, არამედ საქართველოში მოდიოდა. ამის შესახებ ლაპარაკია რუსთავიორის მიერ მომზადებულ ვრცელ რეპორტაჟში, სადაც აბსტრაქტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ლაპარაკია იმაზე, რომ ჰექსოგენის აფეთქება უკრაინული სპეცსამსახურების დახმარებით თბილისში ავლაბარში იგეგმებოდა. ეს პროპაგანდა წარმატებით განავრცეს ოცნების დეპუტატებმა, მაგალითად გია ვოლსკიმ ამ კონსპირაციული სცენარის შედეგი დახატა და ცეცხლის ალში გახვეულ თბილისზე ალაპარაკდა. რა უზუსტობებია პროპაგანდაში და რას პასუხობენ ადრესატები, ნანო ჩაკვეტაძე ვრცლად თემის შესახებ. სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის რეპორტაჟში ჟურნალისტი ყვება, რომ საგამოძიებო უწყება მოიპოვა მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს ჰექსოგენის აფეთქება არა რუსეთში, არამედ თბილისში, უფრო ზუსტად კი ავლაბარში იგეგმებოდა. რუსთავიორი ყვება მტკიცებულებებზე და ამ დროს აჩვენებს გრაფიკულად მომზადებულ გამოსახულებას, სადაც ასახულია აფეთქების სცენა და ჩანს ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. რეპორტაჟში ასევე მოყვანილია ბრალდებული მძღოლის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ნივთიერება რუსეთის ფედერაციაში უნდა აეფეთქებინათ. ანუ რუსთავიორის ეგრეთ წოდებული ექსკლუზიური მასალა არა თუ მათ პროპაგანდას ეხმარება, არამედ აქ არწყლებს და პირიქით იმას ადასტურებს, რომ დანიშნულების ბოლო ადგილი იყო რუსეთი და არა თბილისი. რამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ავითარებს საპირისპირო ვერსიას სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია ეს არსად იკითხება. რა პროპაგანდას აწარმოებს ქართული ოცნება ყველასთვის გასაგებია. ეს პროპაგანდა ყოველთვის დაახლოებით ერთგვაროვანი იყო, ხან საბურავი იყო, ხან რაღაცა უფრო მძიმე. ამიტომ იმ სიტყვების გამეორებაც არ მინდა რა. თუ ვიღაცამ ოცნებიდან იკისრა თავის წარზე იტვირთა ეს შავი ბინძური საქმე, რომ ეს სიტყვები ატრიალოს ეთერში, მოდით იმან ატრიალოს რა. მე არ ვთვლი თავს საჭიროდ რაღაცა ერთი სიტყვითაც კი შევეხო საკითხებს, რომელიც რაღაცა დონით მაინც დენთის სუნს მოიცავს ან ასოცირდება. არა მშვიდობიანობა, სოლიდარობა, ერთმანეთის სიყვარული, ეს იქნება 4 ოქტომბერი. ერთმანეთთან შერიგება, შუღლის დასრულება და არა რამე სხვა ბრუტალური, რაზეც ოცნება მუდმივად ლაპარაკობს. წლების წინ იმხელა თალიბანმა კაცმა დაგვაბრალა ჯერ საბურავების რევოლუცია, ეხლა ჰექსოგენის რევოლუცია მოიფიქრეს. ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ ეს ჰექსოგენის ადმიდიოდა საქართველოში და რაღაც საფეთქებას აპირებდა ვინმე, თუ უკრაინაში რუსეთში მიდიოდა და რუსეთ კრემლის გადაწვას აპირებდნენ, თუ ანდა რომელიც ხელისუფლებაში არის მოკალათებული, ეცდება რომ წავიდეს პროვოკაციაზე. შესაბამისად ჩვენ ეს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი მაქსიმალურად მშვიდობიანად უნდა გავაგრძელოთ და მე დარწმუნებული ვარ რომ ზუსტად ასე მშვიდობიანად გავისტუმრებთ მათ და 2 კილოგრამ-ნახევარი ჰექსოგენი რომ ავიღოთ ერთ რაღაცა მინაში იტება ზოგადად რო იცოდეს მოსახლეობამ რა ასე რომ ავლაბრის და თბილისის გადაწვა კი არა ერთ-ერთი რაც შეიძლება მოხდეს დიდი ტრაგედია, მაგრამ ვინ მოამზადებდა ამ ტრაგედიას? ეგ კიდე საკითხავი არ და მაგათთან არის ზუსტად დასასმელი ეს კითხვები რა. ამ პროპაგანდას აქვს ცენტრალური ხაზი, რომ თითქოს ჰექსოგენის საქართველოში აღმოჩენა და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქცია რაიმე ფორმით უკავშირდება ერთმანეთს. ასევე ის, რომ ქვეყანაში გადატრიალების მოსაწყობად მუშაობენ ასევე უკრაინული სპეცსამსახურები. ასეთია ის ვერსია, რომელსაც ახლა სუსი ამუშავებს. ოცნების პროპაგანდას ოპოზიციაში პასუხობენ. ქართულ ოცნებას ეშინია 4 ოქტომბრის, ეშინია ქართველი ხალხის, რის გამოც ის მზად არის ნებისმიერი პროპაგანდისტული ბინძური გზავნილი გაავრცელოს, მათ შორის ერთ-ერთი არის მუდმივად ქართული ოცნების მხრიდან საუბარი შესაძლო სისხლისღვრაზე, ისინი არიან ამ ქვეყანაში სისხლისღვრელები, ისინი არიან ამ ქვეყნის ამრევები, ისინი არიან კონსტიტუციის გადამტრიალებლები, 4 ოქტომბერს ვინც ვიკრიბებით, ყველა ვიკრიბებით კონსტიტუციის, კანონის და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ გამოძიების ოპერატიულ მასალებში ასაფეთქებლის გამოყენების საბოლოო ადგილად თბილისი ჩანს. უფრო ზუსტად ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი ავლაბრის მეტროს მიმდებარედ. სუსი ასე ასაბუთებს იმას, რომ სხვა ვერსიებთან ერთად 4 ოქტომბრისა და ასაფეთქებლის ურთიერთკავშირის გამოვლენაზე მუშაობს. ოცნებამ დღეს პროპაგანდა კიდევ უფრო განავრცო. გია ვოლსკი ამბობს, რომ ჰექსოგენის აფეთქებით შესაძლოა თბილისის ალში გახვევას აპირებდნენ. საქართველოში აფეთქება არის ის, რასაც ესწრაფოდა ჩვენ წინააღმდეგ მობილიზებული ძალა. და ნიშანდობლივია ისიც, რომ ესეც კიდევ უკრაინიდან შემოვიდა, ისევე როგორც დადასტურებულია, რომ უკრაინიდან შემოვიდა ადამიანი, ვინც გივით არგამაძის წინააღმდეგ გეგმავდა
და განახორციელა ტერორისტული აქტი. უკრაინიდან შემოვიდა პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ლამობდა აჯანყების მეთაურად ქცევას. უამრავი ადამიანი გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს ცეცხლის ალში გახვევა გვინდა. უამრავი ადამიანი ვიხილეთ, რომელმაც კინაღამ განახორციელა ის, რომ რუსთაველში დამთებული ცეცხლი მთელ საქართველოზე გავრცელებულიყო. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამას ეს რეალობაა. მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში დევს, ორი ბრალდებულის ჩვენებაა და არც ერთ ჩვენებაში არაა ნახსენები, რომ აფეთქება საქართველოში იგეგმებოდა და არა რუსეთში. საგულისხმოა უკრაინის ოფიციალური პოზიციაც. სუსი ირწმუნება, რომ უკრაინულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მოქალაქეების დაკავების შესახებ, უკრაინის საელჩო კი ამ დრომდე საპირისპიროს ამტკიცებს, რომ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.